ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში კარტოფილისა და სიმინდის აღება დაიწყეს. მოწეული მოსავალი ფერმერებს წელს საშუალოზე უკეთესად მიაჩნიათ. ადგილობრივები ამბობენ, რომ შარშანდელთან შედარებით წელს ნაკლები მოსავალია, თუმცა ფასი ხელსაყრელია. ახალციხელთა დიდი ნაწილი მთავარ პრობლემად არა მოსავლის ნაკლებობას, არამედ მის რეალიზაციას თვლის. მოსავალი ნამდვილად კარგი იქნება, მაგრამ მთავარია ის გასაღების ბაზარი როგორ ექნება ხალხს. გასაღების ბაზარი კარგი ხანია, რომ ვაფშე გლეხებისთვის შეზღუდულია ყველაფერი. ვერ ვიტყვი, რომ ნორმალური ცხოვრებით ვინმე ცხოვრობს. შრომობთ ნამდვილად ძალიან ბევრს, მე პედაგოგი ვარ და მაინც სოფლის მეურნეობაში ვშრომობ, მაგრამ შედეგი ძალიან ცუდია, იმიტომ რომ გასაღების ბაზარი არ აქვს ქართველ მოსახლეობას. ნაკლებია ძალიან და ნაკლებია. ჭია გვიჭამს იმას ახლა რომ მოიღე და კარტოფილი ამოვიღე, მაგალითად მე არა, აი საშუალება არ მაქვს რომ ვიყიდო ეს სასუქი და რაღაცა წამლები და რამეები და ქვეყნის ის ფული ჭირდება მაგა ყველაფერი. შარშან მეტი იყო, მაგრამ ნაკლები ფასი ქონდა. გადავყარეთ კარტოფილი რო არ გაიყიდა. ეს თურქული კარტოფილი რომ შემოდის, არა? მე ჩვენი კარტოფილი ნაკლებად იყიდება დედიკორ. ფერმერები ამბობენ, რომ გასულ წელს მიღებული მოსავლის ძირითადი ნაწილი საკვებად ვეღარ გამოიყენეს და გადაყარეს. სოფლის მაცხოვრებლები ადგილობრივ მმართველობას დახმარებას რეალიზაციაში სთხოვენ. ხელისუფლების წარმომადგენლები კი განმარტავენ, რომ მათ დახმარების გაწება მხოლოდ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით შეუძლიათ. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბლიაძე აცხადებს, რომ მოწეული მოსავლის აღება რეალიზაცია თავად გლეხის საქმეა. მოსავლის აღების პროცესი მიმდინარეობს. გამგეობა ჩვენ ერთადერთი დახმარება რაც იყო თივების ჩამოზიდვასთან დაკავშირებით შუამდგომლობა გავუკეთეთ, რომ გზა ყოფილიყო მოწესრიგებული. სხვა ეხლა ძირითადად მოსახლეობას თავის პრობლემებს და თავის მოსავლის აღებას თვითონ აწარმოებენ. ფერმერის ძირითად პრობლემად ახალციხის სასოფლო საკონსულტაციო სამსახურში სარწყავი წყლის სისტემის გაუმართაობას ასახელებენ. სოფლის მეურნეობის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ გლეხებმა კულტურის მოვლა ისწავლეს და შესაბამისად მათი მოსავალი ყოველწლიურად იზრდება. პავლე გიქოშვილის აზრით, წინა წლებისაგან განსხვავებით წელს რეალიზაციის პრობლემა მოსახლეობას ნაკლებად ექნება. არის ფერმერები, რომლებმაც მოსავალი ვერ მიიღეს. იმიტომ რომ ალბათ წყლის პრობლემა ჰქონდათ და ეს არავის ბრალი არ არის, უბრალოდ ფერმერმა ყოველთვის უნდა ეცადოს, რომ სარწყავ ნიადაგებზე უნდა დათესოს მოსავალი, ამ პირობით სარწყავში ნასოსების მეშვეობით მორწყონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსავალი დაბალი ექნებათ. მით უმეტეს მიმდინარე წელს გვალვიანი შეიძლება ითქვას, რომ გვალვიანი წელიწადი იყო. და ნებისმიერ კულტურას მორწყვა უნდა და მოკლედ ვინც მორწყვა მოსავალი მიიღო. სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ხელისუფლებას იმპორტირებული პროდუქციის შეზღუდვას სთხოვს, რადგან ფერმერებმა სოფლის მეურნეობით თავის გატანა შეძლონ.